სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა უნდა გქონდეს ესეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც თქვენთვის ძირითადად არის ხოლმე საკმაოდ ისეთი საინტერესო, ხო? არის ხოლმე მომენტები, რომ ადამიანს ვერ გადაუწყვეტია გაიაროს თუ არა კონსულტაცია ნეგატივის დიაგნოსტიკაზე. და მოდი ეს იყოს თქვენთვის გზამკვლევი ამისათვის საჭიროებს თუ არა ნეგატივის დიაგნოსტირებას. მცირეოდენ შემოწმებას გავაკეთებთ თქვენთვის, ხორციელდება თუ არა თქვენზე ამ მომენტში რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. სამი ვარიანტი გვექნება. შევამოწმოთ, ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში, Instagram-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე, უკვე Facebook-ზეც კი პირად შეტყობინებაში. ნახოთ, ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი, რატომღაც მინდა რომ ხუთი ვარიანტი იყოს. მეოთხე ვარიანტი და მეხუთე ვარიანტი. რადგანაც ამდენი არჩევანი გვაქვს, დიდი ალბათობით არ გამომივობ დიდი გაშლა გავაკეთო, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები. აბა დააკვირდით, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ვარიანტი. ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. სიგნიფიკაციისთვის მოდი ამჯერად გამოვიყენებ სხვადასხვა ატრიბუტებს. მაგალითად, პირველი ვარიანტისთვის იყოს ესეთი შავი, ეს არის ტურმალინი. მეორე ვარიანტისთვის იყოს შავი ოქსიდიანი. მესამე ვარიანტისთვის გამოვიყენოთ არა ქვა, არამედ ქანქარა. მესამე ვარიანტისთვის იყოს ესეთი ვერცხლისფერი ქანქარა. მეოთხე ვარიანტისთვის იყოს ბრინჯაოსფერი ქანქარა. და მეხუთე ვარიანტისთვის გამოვიყენოთ კარგი, გამოვიყენოთ, მოდი, ეს გახლავთ მეგობრებო, სოლომონის ბეჭედი და არის მოთავსებული ლაბრადორიტის ქვაში. შეგიძლიათ მეხუთე ვარიანტმა ეს აირჩიოთ. დააკვირდით ვარიანტებს. მე კი დავიწყებ ეტაპობრივად გაშლას. მოდი ცოტა ხანი ვარიანტებს გადავწევ, რომ ხელი არ შემეშალოს და არ ამერიოს. აი ესე. და პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, შავი ტურმალინი, ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. არკანი იშმაკი. ჩემი ძვირფასებო, დიახ, ვიტყოდი ამ შემთხვევაში, რომ თქვენზე ნამდვილად ხორციელდება მაგიური ზემოქმედება, თან საკმაოდ აქტიურად, თითქოს პიროვნება მუდმივად, აი რაღაცა ჩაჯინებულია თქვენზე, რომ აი უნდა რომ დაგაზიანოთ და მოკლედ რას არ აკეთებთ ამისთვის, ხო? კარგი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ზოგიერთისთვის არა მხოლოდ მაგიური ზემოქმედება, არამედ ეს შეიძლება იყოს ყოველდღიურად გამოშვებული შურის თვალი, ეჭვიანობა, კონტროლის სურვილი თქვენზე, მაგრამ რადგანაც ეს გაშლა არის უშუალოდ მაგიურ ზემოქმედებაზე, აქ მე თქვენ გეტყვით, რომ დიახ, ადამიანი საკმაოდ უხეში მეთოდებით ერევა თქვენს ენერგიაში და ცდილობს თქვენს დაზიანებას. ნახოთ, რა სახის ზემოქმედება არის ეს? რა სახის ზემოქმედება არის ეს? რა სურს რომ ესე რომ თქვათ დაგაზიანოთ, ხო? რა სახის ზემოქმედება არის ეს?
გაერთიანების კვერთხები, ხმლების რაინდი, უკაცრავად კვერთხების რაინდი და მეფე კვერთხების. ადამიანს აშკარად სურს დაგაკარგინოთ მოქმედიანობა და შრომის უნარიანობა. რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ ადამიანის ცხოვრებაში უნდა რომ ისეთი სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე სირთულეებს გადიოდეთ, არ იყოთ უნარიანი დამოუკიდებლად იაროთ, დამოუკიდებლად იფუნქციონიროთ. ამ ადამიანს აშკარად თქვენი კაცრად დასჭა სურს, შემოძვირფასებო. კარგი, ნახოთ, ვისგან მოდის ეს ზემოქმედება? ეს არ არის მეგობრებო ერთი კონკრეტული ადამიანი, მე ვიტყოდი რომ რამოდენიმე პიროვნება მუშაობს თქვენზე, არ გამოვრიცხავ ან რამოდენიმე სხვადასხვა ადამიანი იყოს, ან ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელიც ჯგუფურად მუშაობს თქვენზე, რომ შემოაღწიოს თქვენს ვილში და თქვენს სივრცეში. რამდენად დაცულები ხართ? არ ხართ მეგობრებო დაცულები, არ ხართ. ნახეთ, თქვენ ამ შემთხვევაში გიცავთ სამყაროს მართლმსაჯულება, მაგრამ როგორც ასეთი პიროვნულად, ესე რომ ვთქვათ, ვერ ვიტყოდი, რომ დაცულები ხართ. განსაკუთრებით მაშინ ხართ ყველაზე სუსტი, როდესაც თქვენ გძინავთ, როდესაც თქვენ საქმეს აკეთებთ, როდესაც თქვენ კომუნიკაციაში შედიხართ ამ ადამიანთან, ხო? ზოგიერთები აქ დიდი ხანია კონტაქტზე ახალ ხართ, მაგრამ უმეტეს თქვენთანგანს დღემდე გაქვთ რაღაცა ტიპის გადაკვეთა ამ ადამიანთან, ხო? შესაბამისად, მე პირადად გირჩევდით, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ მეგობრებო, იმიტომ რომ აქ ადამიანი აშკარად იქამდე არ მოისვენებს, სანამ უფუნქციოს არ გაგხდით, ხო? რაღაცა ესეთი არის. რა ტიპის ზემოქმედებას ახორციელებთ თქვენზე, რა ტიპის მაგია? კარგი, ეს ინდივიდუალურია ყველასთვის, მაგრამ ეს უფრო რომელია, კონკრეტულად რომელია. ეს არის მეგობრებო, ან გრაფიკული მაგია, ან შეიძლება იყოს შელოცვები, თუმცა ორივეც შეიძლება. ადამიანი აქტიურად მუშაობს თქვენზე, თოკებით, ნივთებით, ოღონდ მოქმედებს კონკრეტულ ნივთზე და ასე ცდილობს ზემოქმედება თქვენზე მოახდინოს. სხვათა შორის რატომღაც კომბინაციაში მომდის, შეიძლება თოჯინებსაც ამზადებდეს თქვენზე. ეს მაინც და მაინც არ გულისხმობს ვუდუ პრაქტიკას, თუმცა არის თოჯინის პრაქტიკები, რომელიც ვუდუ ნამდვილად არ არის, მაგრამ საკმაოდ ესეთი სერიოზული შედეგები აქვს კონტროლთან დაკავშირებით, ხო? რამდენად პროფესიონალი ადამიანი აკეთებს ამას? იცით რა არის, მე ვიტყოდი, რომ ასე თუ ისე მცოდნე ადამიანი აკეთებს, ვერ ვიტყვი, რომ აიმე ძალიან ძლიერია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცის ამ ადამიანმა რასაც აკეთებს, იცის როგორი მუშაობს ენერგიებთან, მაგრამ არის რაღაცეები, სადაც ბალანსს ვერ იცავს ეს პიროვნება და სამყაროსგან აუცილებლად მიიღებს სასჯელებს იქამდე, სანამ ესე რომ ვთქვათ, თქვენ იმოქმედებთ თუნდაც წმენდებზე, იმოქმედებთ თუნდაც თქვენი თავის დაცვაზე, სამყაროს ენერგიები აქ აქტიურია. ადამიანი იმდენად არ ყვევს სამყაროს კანონზომიერებას ამ შემთხვევაში, ხო, რომ შეიძლება, ესე რომ ვთქვათ, ავტომატურად თქვენგან ისხლიტებოდეს კონკრეტული ნეგატივი, ან მეორე ადამიანი როგორც კი თქვენზე მოქმედებს, იმ წამსვე, ესე რომ ვთქვათ, იმ სიტუაციაშივე ისჯებოდეს პიროვნება ამის გამო. მისივე ნამოქმედ არის გამო, იმიტომ კი არა, რომ სიტყვაზე თქვენ რაღაცა გაგიკეთათ. ადამიანი იმდენად უვიცად იყენებს, ესე რომ ვთქვათ, მაგიურ პრაქტიკებს, რომ რა თქმა უნდა, სამყაროსგან პასუხი მოდის მის დაუდევარ ქმედებებზე, მე ესე ვიტყოდი. რაზე აისახება, რა სფეროში აისახება თქვენზე ეს კონკრეტული ენერგია, რა სფეროზე გაზიანებთ ყველაზე მეტად? ან გაზიანებთ თუ არა საერთოდ?
ვიღაცები ეს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განქორწინების წინაშე იდგეთ, სახლთან დაკავშირებული სიტუაციები გქონდეთ წინა პლანზე, ცოტა სირთულეები გაქვთ, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ აქ რაღაცა სერიოზული შედეგი ჯერჯერობით დაგიდოთ ადამიანმა, იმიტომ რომ საკმაოდ მყარად გახართ, მინდა გითხრათ მიუხედავად ესეთი ინტენსიური დარტყმებისა, ხო, რა მდგომარეობაში ხართ ახლა? ემოციური სირთულეები არის ამ შემთხვევაში თქვენს რეალობაში, მაგრამ უფრო მეტად ჩაკეტილობა და მაინც ახერხებთ, რომ რაღაცნაირად თქვენი თავი ხელში აიყვანოთ. აი თითქოს იზოლირებული ხართ ადამიანებისაგან, იმიტომ რომ აი თითქოს ენერგიაც ცოტა ხანი აღარა გაქვთ, რომ აქტიურად გამოხვიდეთ განზე. როგორ უნდა მოიქცეთ? თავი მაგრად დაიჭირეთ მეგობრებო, დამიწების პრაქტიკებს თუ გააკეთებთ ყოველდღიურ საქმიანობებში, თუ ჩაერთვებით აქტიურად და ინტენსიურად, არ დანებდებით, ესე რა ვთქვათ, გააკონტროლებთ საკუთარ ემოციებს, შეძლებთ ამავდროულად იმას, რომ წინ იაროთ და არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე სირთულეების მიუხედავად, თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ, ესე რა ვთქვათ, თქვენი კონტროლი აი ამ მდგომარეობაზე და საკუთარ თავზე იქამდე სანამ ეს ყველაფერი ჩაივლის. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო, დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის კი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ჩვენ კი გადავიდეთ უკვე მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ შავი ობსიდიანი, ნახოთ, ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. ოთხიანების ხმლები. ამ მომენტისთვის ვერ ვიტყოდი, რომ თქვენზე მაგიური ნეგატიური ზემოქმედება იყოს, თუმცა შეიძლება თქვენ მუდმივად მზად ხართ თავდაცვისთვის, ხო? აი რაღაცა ცოტა შიშებში ხართ, მეგობრებო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი ნახეთ, არკანს მინდა დააკვირდეთ რა ადამიანი, რომელსაც ძილის დროსაც კი ხმალზე უჭირავს ხელი. ანუ მზად არის თუ კი რაიმე მოხდა, თავი დაიცვას. ცოტა შიშებში ხართ. შეიძლება წინა პერიოდები გქონდათ ისეთი აქტიური მაგიური დარტყმები, ან შეიძლება ესე რომ ვთქვათ, სირთულეები გქონდათ და უბრალოდ ეხლა ხართ კონტროლის რეჟიმში. გადასწოლები თითქოს ცოტა არ იყოს მოსონება გიჭირთ, ხო? მოდი კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, ხორციელდება თუ არა თქვენზე მაგიური ნეგატიური ზემოქმედება, მეორე ვარიანტი. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ თქვენზე მაგიური ზემოქმედება იყოს რაიმე, აბა რა სახის ნეგატივია თქვენზე, რას გულისხმობს ოთხიანი ხმლები, რა ნეგატივია ეს? ხო, ნახეთ მეგობრებო, ეს არის თქვენ მე მგონი მეგობრებო, ვიღაცაზე გაქვთ ინფორმაცია, ან გრძნობთ. კი ბატონო, ვიღაცაზე გაქვთ ინფორმაცია, ან გრძნობთ, რომ შეიძლება მაგიურად თავს დაგესხათ, საკმაოდ ესეთი მცოდნე ადამიანისგან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომელმაც სრულფასოვნად გადმოგცათ თითქოს ამის საშიშროების შესახებ და აი ამის გამო აი უკვე მზად ხართ თავი დაიცვათ. რამდენად რეალურია თქვენი შიში, რომ ესე რა ვთქვათ, ვიღაცამ შეიძლება მაგიურად დაგარტყათ. ოკეი. სამიანი პენტაკლები. მე მგონი აქ პირველი ვარიანტის პრობლემები მიყურებენ. მეგობრებო, რეალურია, იმიტომ რომ აქაც მიზის ჯგუფური თავდასხმა, რამოდენიმე პიროვნება. აქ შეიძლება იყოს მაინც და მაინც არა ჯგუფური სამუშაო, მეგობრებო, შეიძლება იყოს დამკვეთი და შემსრულებელი, ხო, ესეც ხშირად ჯგუფურ სამუშაოს მოიცავს ხოლმე. შესაბამისად კი აქ საშიშროება ნამდვილად არის ენერგეტიკული დარტყმის, ან უკვე არსებული, მაგრამ თქვენ დაცული ხართ ამ სიტუაციაში. არ ვიცი, ვიღაცა მუშაობს აშკარად თქვენზე უკვე, ან არ ვიცი, მაშინ როდესაც აი ამ გაშლას ნახავთ, შეიძლება ინფორმაცია უკვე გქონდეთ ამ ყველაფერზე და მაშინ ნახულობდეთ, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ რაღაცა ძალიან მყარი კედელი გაქვთ. იმისათვის, რომ თქვენ საკმარისად დაცულები იყოთ და გაუმკლავდეთ სიტუაციას. რა არის ის, როგორც უნდა მოიქცეთ ახლა, რა უნდა გააკეთოთ? ათიანების პენტაკლები, ცხრიანების ხმლები და ექვსიანების პენტაკლები.
მეფე პენტაკლების. პირველ რიგში ის რომ ემოციური სიმყარე შეინარჩუნოთ მეგობრებო და რაც მოდი ესე გეტყვით რა არის შეიძლება პრაქტიკოსთან ერთად მუშაობდეთ, რაც გადასახდელია გადაიხადეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შედეგს მოგიტანთ. ადამიანი რომელიც თქვენზე მუშაობს, აშკარად მცოდნეა კიდევ ერთხელ გეტყვით. მაგრამ ეს ადამიანი ასე რომ თქვათ თქვენი დაცვის რეჟიმშია ან თქვენზე მუშაობის რეჟიმში, თქვენ არ გაქვთ საიმისოდ საშიშროება რომ აი ესე შიში გეძინოთ, ხო? შეიძლება სიზმრებს ხედავდეთ ამის შესახებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ დაცულები ხართ. თუ ეს არ არის ესე რომ ვთქვათ პრაქტიკოსი, რომელიც თქვენ გიცავთ, ეს არის თქვენი საგვარეულო, რომელიც გიცავთ. აი ესეთ რაღაცას გეტყვით. თუ ეს პრაქტიკოსი არ არის, ეს არის თქვენი საგვარეულო. შეიძლება პრაქტიკოს ჰქონდეს საგვარეულო დაცვა გაკეთებული, ამასაც არ გამოურიცხა. კარგით. მადლობა ჩემი ძირფასებო ყურადღებისთვის. მეტი არ ვიცი რა ვთქვა, ვფიქრობ რომ ცოტა ესეთი მომწურავი ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ ისეთი სიტუაციაა, რომ უკვე მგონია რომ იცით ვინ არის თავდამსხმელი, ზუსტად იცით რა არის აკეთებული ან რაზე მუშაობდნენ თქვენი მიმართულებით, შესაბამისად აქ აზრს ვერ ვხედავ უბრალოდ გაგრძელების, უხეშად აღარ ჩავერევით თქვენს ენერგიაში. კარგი. ნახოთ, გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი. ვინც ესეთი ვერცხლისფერი ქანქარა აირჩიეთ? ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება? მესამე ვარიანტი. ორიანების კვერთხები. ვერ ვიტყოდი აქ თქვენზე რომ მაგიური ზემოქმედება იყოს, აქ შეიძლება იყოს ერთადერთი რა. გათვალულები შეიძლება იყოს ჩემი. ეს კი არა რაღაცა თვალის აღება, აი გათვალვას რასაც ვეძახით, რომ აი სიტყვაზე რაღაცა სრულწმენა დაიჯერეთ, რაღაცა ვიღაცის ნათქვამი გულთან მიიტანეთ და აი რაღაც კოდირება მოხდა, ხო? უფრო გათვალულები ხართ, ვიდრე რაღაცა ზემოქმედება რო იყოს თქვენზე, ხო? მოდი ეს დავკონკრეტეთ, ეს კონკრეტული ზემოქმედება რა სახის არის თქვენთვის? ხო, აი რაღაცა სისულელე დაიჯერეთ რა. ნახეთ, შეიძლება რაღაცის სრულწმენას აყევით და ეს დაიჯერეთ და ამის მიხედვით დააკოდირეთ თქვენი თავი. აი პირდაპირ ვიტყვი რა, შეიძლება შავმა კატამ გადაგირბინეთ და ჩათვალეთ რომ ცუდი დღე გექნებათ ან რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს. ან ბაჭია დაინახეთ და გადაწყვიტეთ რომ აი რაღაცა ავად უნდა გახდეთ. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ბაჭია ესე თამაშდება ხოლმე ავად მყოფობებზე. მცირე ოდენზე, შეიძლება ეს რაღაცა განსაკუთრებულად სერიოზული არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა სიმბოლოები არის თქვენთვის სრულწმენა, რომელიც კოდირებული გაქვთ კონკრეტულ საკითხზე, რაც თქვენზე ზეგავლენას ახდენს. საიდან მოდის ეს ზემოქმედება და გავლენა? შეიძლება დედებისგან ან ვიღაცა ეზოთერიკისგან მოისმინეთ რაღაცა. აი რაღაც სრულწმენები არის მეგობრებო რა. ეს ის კი არ არის რაღაცა ეზოთერულად მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მართლა რაღაც კონკრეტულ მნიშვნელობას ატარებს, ხო, მნიშვნელობას ატარებს. არამედ ეს არის რაღაცა კონკრეტული სრულწმენა, რომელიც რეალობას არ შეეფერება, მაგრამ თქვენ ტვინში ესეა კოდირებული. როგორ უნდა დააღწიოთ ამ კოდისგან თავი? რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ემოციური ფილტრაცია აუცილებლად. მეგობრებო, სანამ ვიღაცისგან მიიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას, ხო და ვიღაცას გაავტორიტეტებთ, რომ ვაიმე ეს როგორ ისეთ სერიოზულ რაღაცას მეუბნება, ვაიმე ეს როგორ სიმართლეს იძახის, ვაიმე ეს რახან ესე თქვა, აუცილებლად ესე არის. არავითარ შემთხვევაში ემოციური ფილტრი ჩართეთ მეგობრებო გონებაში. არ არის სწორი რა, ყველაფერს იჯერებდეთ ესე რასაც ისმენთ, ხო? შესაბამისად ყურადღება მიაქციეთ გონებაში თქვენს გამტარობას, ხო? შეიძლება ინფორმაცია მოისმინოთ, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფერი ტვინში შეუშვათ როგორც კოდი. შესაბამისად გაუფრთხილდეთ საკუთარ თავებს და საკუთარ ცხოვრებას, იმიტომ რომ ეს კოდები თქვენ შეიძლება არ ფიქრობთ ესე, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს შემდეგ თქვენს ცხოვრებაზე, ხო? შესაბამისად დაუკვირდით რას იჯერებთ, დაუკვირდით რა კოდები შემოგაქვთ თქვენს ცნობიერებაში და ამის მიხედვით შემდგომ იმოქმედეთ სხვადასხვა სიტუაციებში, ხო? იმიტომ რომ თქვენ აქ თავის დაცვა ნამდვილად გჭირდებათ აი ეს ვითომ ავტორიტეტული ადამიანებისაგან, ხო?
ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამას, იმიტომ რომ თქვენს ბედის წერაზე მოქმედებს ეს ყოველივე. ბედის წერაში გულისხმობ თქვენი ცხოვრების გზას ამ შემთხვევაში, რომელსაც თქვენ თვითონ ქმნით აი ამ კოდებით. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა სიხდით. მესამე ვარიანტი ყურადღებისთვის. მე კი გადავალ მეოთხე ვარიანტზე. მეოთხე ვარიანტი, ვინც ესეთი ბრინჯაოსფერი კანკარა ამოირჩიეთ. ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური, ნეგატიური ზემოქმედება. თასების დედოფალი, როგორც ასეთი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მთლად მაგიური ზემოქმედებაა, მაგრამ მოდი აბა დავკონკრეტდეთ. ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური, ნეგატიური ზემოქმედება, მეოთხე ვარიანტი. არა, ეს მაგიური ზემოქმედება არ არის, მაგრამ ეს არის სულთად აი თვალის აღებას, რასაც ვეძახით. თვალი, ვიღაცის შური, ვიღაცის ენები, კი ბატონო, აი ვიღაცას უცუდად აქვს დადგმული თქვენს ესე რა ვთქვათ, კარიერაზე თვალი, თქვენს სილამაზეზე თვალი. კი ბატონო, თქვენს გარეგნობაზე იმპერატრიცა. პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანი თქვენს ოჯახზე არის ძალიან ესე რა ვთქვათ, დაბողმილი. თქვენს გარეგნობაზე, ვიზუალზე როგორ კარგად გამოიყურებით, როგორ კარგად წარმოჩინდებით საზოგადოებაში, თქვენი პროფესიით, თუნდაც თქვენი საქმიანობით, თქვენი დედობით, თქვენი მამობით, თქვენი ოჯახობით, ხო? რაღაცა წარმოსადეგი გაქვთ თქვენ ამ ადამიანების თვალში და სხვათა შორის ეს პიროვნება პირდაპირ გეტყვით ძალიან ესეთი თვილგანწყობაშია თქვენთან მიმართებაში, მაგრამ რეალურად არც ესეთი ბედნიერი არ არის თქვენი ყოველდღიური ბედნიერებებით, ხო? პირიქით მეცოს გეტყვით, რაც უფრო მეტად თბილ სიტყვებს გეუბნებათ ეს ადამიანი, მით უფრო მეტად შურს თქვენი. საიდან მოდის ეს? ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის ეს ადამიანი? თქვენ ამ ადამიანის შესახებ იცით, მეგობრებო, თავის დროზე რაღაცა სისულელეზე მოგივიდათ ამ ადამიანთან კონფლიქტი, რის გამოც დამძიმდა, რთული გახდა მასთან ურთიერთობა. უბრალოდ არ გაიმეტეთ, ხო, აი არ გაიმეტეთ და ახლოს მოიყვანეთ და აი რაღაცა, აი ხო იცით რა ადამიანს რო დაეხმარები რაღაც ესეთ რთულ სიტუაციაში და შენც რო იცი რომ არ იმსახურებს, მაგრამ მაინც დაეხმარე. იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ კარგი ადამიანი ხართ და ცოტა ხელი მოკიდეთ. ეს ადამიანი არის რა, ვინც ასე რა ვთქვათ, არ გიყურებთ მაინც და მაინც კარგი თვალით, რომ ხო, აი რაც თქვენ გაქვთ იმისი შურს, თქვენი ცხოვრების შურს პირდაპირ მნიშვნელობით და შესაბამისად იღებთ მისგან თვალს. გარდა ამისა, გეტყვით ესეთ რაღაცას, მეგობრებო რა, აი მედია სწორად გამიგებთ და გაითვალისწინებთ. ადამიანები, რომლებიც გრძნობთ, რომ არ იმსახურებენ დახმარებას, და თქვენ მაინც ეხმარებით, დაიმახსოვრეთ, რომ ეს დახმარება არ არის. ყოველთვის დაელოდეთ ასეთი ადამიანებისაგან, აი ესეთ მზაკურულ ხაფანგებს, იმიტომ რომ აი ენერგობალანსი ირღვევა. ეხლა იტყვით ეს რანაირად შეიძლება იყოს ჩემი ბრალი, მაგრამ გეტყვით რომ კი არის, იმიტომ რომ თქვენ როდესაც გერგოთ ინტუიციის ნიჭი და გრძნობდით რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო და თქვენ მაინც გააკეთეთ, იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ კარგი გოგო-ბიჭები იქნებოდით, სამყარო ასეთი გაკვეთილით გაჩვენებთ რომ ყველა არ იმსახურებს დახმარებას, იმიტომ რომ ადამიანებს კონკრეტული სირთულეების ცხოვრებაში ეძლევათ ზუსტად იმიტომ, რომ თვითონ ისწავლონ ამ პრობლემიდან გამოსვლა, ან დაამუშავონ თავისი კარმა. აი ეს მინდა რომ გითხრათ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ ამ შემთხვევაში? გაიცალეთ მეგობრებო ამ ადამიანთან, ან საერთოდ გაწყვიტეთ კონტაქტი ან შორს დაიჭერეთ თავი. ნუ უმჯობესი იქნება ნელ-ნელა თუ ჩამოშორდებით, ხო? ეს იქნება და ეს.
წარმატებებს გისურვებთ მეოთხე ვარიანტი. მადლობა სიხით ყურადღებისთვის. და კომენტარით რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. მე კი დაგემშვიდობებით, გადავალ მეხუთე ვარიანტზე. ძალიან დიდი ინტრიგით ველოდებოდი მეხუთე ვარიანტს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ სოლომონის ბეჭედით ყვილად არ მოვიდა თქვენთან. ვინც აირჩიეთ მეხუთე ვარიანტი სოლომონის ბეჭედი, ნახოთ ხორციელდება თუ არა თქვენზე მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. არ ვიცი, უკვე დიდი ინტერესით მინდა რომ გავხსნე ეს კარტი და თან არ მინდა, მგონია რომ მზად არ ვარ. კარგი, ნახოთ. ხორციელდება თუ არა თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. Knight of Cups. რატო არ გამიკვირდა? კარგი, დავკონკრეტდეთ, ხორციელდება თუ არა მეხუთე ვარიანტი თქვენზე რაიმე სახის მაგიური ნეგატიური ზემოქმედება. ვერ ვიტყოდი ჩემი ძვირფასებო, რომ ეს უშუალოდ მაგიური ზემოქმედება იყოს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის თქვენი მიმართულებით წამოსული შელოცვები, წევლები, მეტი მაგიური ზემოქმედება რაღა გინდა პრინციპში. რის გამოც შეიძლება თქვენი ცხოვრება რაღაცეებში უკან მიდიოდეს, რა ასპექტში გირტყავთ, ცხოვრების რა ასპექტში გირტყავთ ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად გირტყავთ მეგობრებო ოჯახში, ურთიერთობებში. მათ შორის კარიერის ნაწილში, თქვენს სტაბილურობაში, ფინანსებში. აი ესეთ ძირეულ ნაწილში გირტყავთ ყველაზე მეტად. რაში მდგომარეობს ეს წევლა? მეგობრებო, ეს წევლა უკაცრავად საჯარო გაშლა, მაგრამ შეიძლება გადადიოდეს საგვარეულოზე. პირდაპირ გეტყვით, რომ აქ შეიძლება საქმე გქონდეს საგვარეულო ნეგატივთან, არ გირჩევდით ამის ყურადღებოთ დატოვებას. ყურადღება მიაქციეთ, რა პროცესებს გადიხართ, რა კოდებში ტრიალებთ. დააკვირდით აბა თქვენს გვარში მამაკაცებს ხო არ არის ერთ და იგივე პრობლემები, ერთ და იგივე სიტუაციები, სადღაც დაქრუებული ქალებიც მე ესე ვიტყოდი. ყურადღება მიაქციეთ თუ ასეთი ნაწილები შეამჩნიეთ თქვენს ირგვლივ. კარგი, ნახოთ საიდან მოდის ეს. ძალიან ძველი ამბებიდან მეგობრებო. ეს არ არის რაღაცა ახალი. აი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საგვარეულო ნეგატივი, რომელიც დიდი ხანია უკვე მოყვებათ, რამოდენიმე თაობა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, მომძლავრებულია აქ ენერგია და დაქოქილია სისტემატიური ზემოქმედება, ხო სისტემატიური გავლენა. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? წმენდები მეგობრებო. პირდაპირ მნიშვნელობით წმენდები. შეიძლება თავიდან გაგიჭირდეთ, ვიღაცას ფინანსურად გაგიჭირდებათ ამ ესე რომ ვთქვათ, საშუალების მოძებნა, რომ წმენდები ჩაიტაროთ, ვიღაცისთვის ეს იქნება სირთულე თვითონ წმენდის გადატანის პროცესი, ვიღაცისთვის აღიარების პროცესი, სხვადასხვა სირთულეს შეხვდებით, რომ საერთოდ მიხვიდეთ იმ გაცნობიერებამდე, რომ აქ საქმე საგვარეულო ნეგატივთან გაქვთ. მოგიწევთ ამ სირთულეების გავლა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შეიძლებთ გაიწმინდოთ საკუთარი თავი. გირჩევდით ესე რომ ვთქვათ, არ მიაყურადოთ ეს ზემოქმედება, იმიტომ რომ საკმაოდ ვერაგი რაღაც არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პირველი როგორც კი დამიჯდა თასების რაინდი, მე მივხვდი, რომ აქ ეხებოდა საქმე თქვენს სისხლს, თქვენს საგვარეულოს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს გადავიდოდა თქვენს შთამომავლობაზე, ხო? და თქვენი წინა შთამომავლობიდან კიდევ თქვენს ცხოვრებაზე.
ყურადღება მიაქციეთ ამას, იმიტომ რომ გაქვთ იმის უნარი, რადგანაც ეს ინფორმაცია მოვიდა თქვენამდე, განეიტრალოთ ეს ნეგატივები. წარმატებებს ვისურვებ სამი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე, პირად შეტყობინება შარდე გავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. დროებით, მადლობა თქვენისთვის.